ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ, ისინი დაბალ ხელფასებს და მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. ჭიათურაში იმყოფება ჩემი კოლეგა თორნიკე ხურციძე და ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგურთება. თორნიკე, მოგესალმებით, რა ვითარება, რას აცხადებენ დასაქმებულები? აქცია კვლავ გრძელდება. ამ წუთებში მიმდინარეობს შეხვედრა ჯორჯერ მანგანეზის გენერალურ დირექტორს ვალადიმერ ლაძინსკსა და მაღაროელებს შორის, თუმცა ხელმძღვანელობასა და გაფიცულ მუშებს შორის, თუმცა შეხვედრა მალევე ჩაიშალა. შეხვედრის ჩაშლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ის გახდა, რომ ჯორჯერ მანგანეზის მთავარ ინჟინერ დემურ ასანიძესა და გაფიცულ მუშებს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება და დაპირისპირება. ცნობილია, რომ მუშებს აქვს 15 პუნქტიანი მოთხოვნები. Dașuna găket, argides, care și arșevelas roaghebiu, საკითხები, რომლებზეც უკვე რეალურად მუშაობა აქვს დაწყებული, თქვა თვითონ ჯორჯერ მანგანეზს, ანუ ტექნიკის გარკვეული ნაწილი არის შემოტანილი, ნაწილი შესყიდულია უკვე და გზაშია, ნაწილი კიდე შესყიდვის პროცესშია. რაც შეეხება უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც, თქვა ეს საკითხი შეიძლება ჩაითვალოს მოხსნელად, იმიტომ რომ ამაზეც უზარმაზარი პროექტი არსებობს. მაღაროელები მშრობითი პირობებისა და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მათი მთავარი მოთხოვნა კი ხელფასების გაზრდა. მაღაროელები ასევე ამბობენ, რომ მათ მუშაობა საკმაოდ ძველ ტექნიკაზე და დანადგარებზე უწევთ და ასევე მოითხოვენ საწარმოს გადაიარაღებას და თუ შეგვიძლია ხა რამდენიმე გაფიცული მუშის სინქრონ კომენტარები მოვისმინოთ. ყველა საშინებზე, ყველას უძახოდნენ, არც ერთი სამსახურში ვერ გაჭედებით, რომელსაც დეინახავდნენ მიტინგზე წასულს, იბარებდნენ მაშითოვე და რას ეუნეოდნენ და რა სიტყვებით ლანძღავდნენ, ალბათ ეს მოსასმენიც არ არის. ვიყავით ასეთ დღეში. ჩვენ მოვითხოვთ, რომ გვანაჩამობძანდეს ინვესტორი და გველაპარაკოს, რა ხელშეკრულება დაიდო, რა ხელფასებს გვირდებოდა, არც ერთ ჩვენ თანამშრომელს ხელშეკრულება არ აქვს. რომელმა ნახოთ ხელშეკრულება? არავის არ აქვს ხელშეკრულება აბსოლუტურად. რაზე მუშაობდა, რისთვის არ ვიცით. სამათხოვრო ხელფასები დარიგდა, სამათხოვრო ხელფასები. და ასე გრძელდებოდა, ვერ ვიღებდით ხმას, რომ მოხსნით გვემუქრებოდნენ. მუშათა კლასი მშიერია ყველა, ვისაც არ უნდა გითხოთ, გეტყვით, რომ ყველა მშიერია. არ ყოფნის ხელფასი, არ ყოფნის ხელფასი, არ არის არანაირი პირობები, მუშაობის პირობები. მაღაროელები წუხელ გაიფიცნენ, პირველად ჩუქუთის მაღაროს თანამშრომლები გაიფიცნენ, მათ შეუერთათ უკვე სხვა მაღაროელებიც. მათი თქმით, ისინი მაღაროში დაბრუნებას და სამუშაოს გაგრძელებას მალამ არ აპირებენ, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მაღაროელების აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გარდა ამისა, მიმდინარეობს შეხვედრა ჯორჯერ მანგანეზის გენერალურ დირექტორს ვალადიმერ ლაძინსკსა და გაფიცულ მაღაროელებს შორის. მადლობა თორნიკე, მაღაროელთა გაფიცვის შესახებ თორნიკე ხურციძე საუბრობდა.